2010 წლის შემდგომ პირველად საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა არ აქვს. მიმდინარე წლის დეკემბრიდან პორტალს ეგრეთ წოდებული ავტორიზაციის ფუნქცია დაედო, რაც არ იძლევა ახალი მომხმარებლის რეგისტრაციის შესაძლებლობას. საკითხთან დაკავშირებით ანტიკორუფციულ ბიუროს განმარტება არ გავრცელებია. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, მათ მიერ მიზეზების დაზუსტების პასუხად უწყებამ ჯერ ვერბალურად განმარტა, რომ ცვლილება ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული, ხოლო შემდგომ წერილობით აცნობა, რომ დოკუმენტაციის ნახვა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. IDFI მიიჩნევს, რომ ეს არის მახინჯი პრაქტიკა, რაც დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. ბიურომ ფაქტობრივად დააბრუნა 2030 წლამდე არსებული პრაქტიკა და შეუზღუდა საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებზე პროაქტიული წვდომა, ისე რომ ფაქტობრივად მათ ოფიციალური განმარტება ამასთან დაკავშირებით თუ რა იყო მიზეზი არც კი გაუკეთებიათ და ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების, ასე ვთქვათ, მიზანი არ არის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და როდესაც ის საუბრობს საკმაოდ ხშირად განსაკუთრებით ამ რუსული კანონის მიღების შემდგომ, რომ ხელისუფლება, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა, რეალურად ის უკან და უკან მიაქვს საკუთარი გამჭვირვალობა,